რა ცეკვაა ეს? ვიცი რომ სამედრისო ცეკვებს ვცეკვავ, მაგრამ TikTok-ის ცეკვები ცოტა უცნაურია. ბავშვებო, თქვენც გინდათ ხოლმე TikTok-ის ცეკვების გამეორება? დაწერეთ კომენტარები ქვემოთ. გიჟი ვიტყუნავ, თუ ეს TikTok-ზე არ იმუშავებს, ჩემს ანგარის წავშლი. შენ ხარ ნიკოლ? გვაინტერესებდა ვიხმაურობდა? კარგი, ჩვენ გვეგონა ისევ ზედმეტი ბარდა შეჭამე. გახსოვს ბოლოს კედელთან რა მოხდა მაშინ? ჰაჰა, სულაც არ არის სასაცილო. ნუ ამბობთ ასეთ რამეებს. გოგუების საერთოდ არ მესმის. რატომ იღებენ ასეთ ვიდეოებს საერთოდ? ხო, მართლა აინტერესებს ვინმეს ეს ცეკვები? გაჩერდი რა ზენეჩკა, შენს TikTok-ზე მხოლოდ Minecraft-ი და ნეკოგლარი გაქვს. საშინელებაა, ცეკვა კი ძალიან მაგარია. რა გაცინებს? ამას ცეკვას ეძახი? მეგონა ჭიაყელას ბაძავდი. ვის ბაძავ, როცა სააბაზანოში უსიამოვნო ხვით მღერი? არავის, მე უბრალოდ მღერი. ლა 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 ლა. უნკრანგრან. შეგიძლია ამის გაკეთება? დანგრან პამ 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 პამ. შენთვისაც შეგვიძლია რითმი გავაკეთოთ, ნიკოლ. ის ნამდვილი პროფესიონალია. იცოდეთ, მე თვითონ დაგარდყამთ თავებზე, თუ ხელის შეშლას არ შეწყვეთ. კარგი, კარგი. ჰეი, ნიკოლ, ბოდიში, არ გვინდოდა? კარგი, შეწყვიტე თავის მოჩვენება, ჩვენს განზრახ არ გაგვიკეთებია. ვინც იტყუება, ყველის მყრალი ნაჭერია. ჰეი, არ გგონია რომ იგი უგონო მდგომარეობაშია? როგორ არის ეს უგონო მდგომარეობა? შეგიძლია იყო ან შეგნებული ან არა. მესამე ვარიანტი არ არსებობს. მას რასველოდებით? ნიკოლ, 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 ბოდია, მოდი მას შეუბეროთ. ნიკოლ, ნიკოლ, რა მძიმე ხარ? აუ, ღმერთო ჩემო, რა გავაკეთეთ? როგორ ჩანს კომაში ჩავარდა? საშინელებაა. ჯანდაბა, ახლა რა ვქნათ? მისმინე, ჯერ საწოლში უნდა წავიყვანოთ. კარგი, დასაწყისისთვის კარგად ჟღერს. მე მის ხელებს ავიღებ, შენ კი ფეხებს. ერთი შეხედვით ის ისეთი პატარა და მსუბუქი ჩანს. მაგრამ ვფიცავი ის ისეთი მძიმეა. დარწმუნებული ვარ ეს ყველაფერი დილის წვნიანის ბრალია. მან ნახევარი ქვაბი შეჭამა. ის ისეთი მძიმეა. რა? სად ვარ? რატომ ვარ თორნი? თქვენ სულელებო. ჰეი, შენ, დამსვი ახლავე. ჰეი, გესმის ჩემი? აქ რა ჯანდაბა ხდება? მოვკვდი, ჯანდაბა. თუ მოვკვდები, დედა მომკლავს. ჯერ მისი ფეხები არ ავწიოთ. ეს რატომღაც არ არის კარგი. გეთახმები. მოდი შევატრიალოთ ის. ხილად, კარგი. ფრთხილად, წავიდეთ. გაჩერდი. რას აკეთებთ? ამას ნუ აკეთებთ. ჯობია ექიმს დაურეკოთ. ძალიან სამწუხაროა რომ ჩემ ოთახში არ ვართ. ისეთი არეული სიტუაციაა. შეგვეძლო ამ არეულობაში ის დაგვემალა. იქ ნამდვილად ვერავინ იპოვიდა. გაგიჟდით თუ რა ხდება? რაღაცნაირად ეს არასწორია. ჩვენ უნდა გადავარჩინოთ იგი. კარგი, ეს კარგი იდეაა. თქვი რომ ისინი სულელები არიან. უკან მიმოქვს ჩემი სიტყვები. ისინი სულელები არ არიან. ისინი ნამდვილი იდიოტები არიან. მიდი, 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 მიდი. ვაიმე, ჯანდაბა. მიდი დააწინე. ხილად. მიატოვე ის, ჩუმად წავიდეთ. თითქოს თავად გააკეთა ეს. კომაში ჩავარდა. რა ხდება, როცა ხალხი კომიდან იღვიძებს? შეიძლება წავიდნენ და ეს ყველაფერი დედას უამბონ. კარგი, რა არის კომა? როცა შენი სხეული სიცოცხლის ნიშნებს არ ავლენს, მაგრამ ცნობიერება მუშაობს. ვაიმე, ჯანდაბა. კარგი, დამშვიდდი. დედის მოსვლამდე უნდა გავაცოცხლოთ. და ბოლოს, ამორთან ერთად კომაშიც კი ვერ ჩავარდები. როგორ შეგიძლია საერთოდ ანდო თავი მათ? დივანთან ჩემი წაყვანა მოიფიქრეს. რაღაც მაინც არის ასე თუ ისე. ოდა, ახლა რა უნდა ვქნათ? წარმოდგენა არ მაქვს. რა თქმა უნდა, წარმოდგენაც არ გაქვს. ბევრი დრო გაქვს ძალიან. უბრალოდ დივანზე ვწევარ და კომაში ვარ, სხვა კი არაფერი. იქნებ უფრო ძლიერად დაარტყა. არა? რატო? როგორც ამბობენ, ცეცხლს ცეცხლით უნდა ებრძოლო. ანუ ჩვენ კომაში ჩავაგდეთ იგი და ახლა შენაპირებ უფრო ძლიერად დაარტყა? ჭკუიდან გადახვედი? თუ ოდესმე დავბრუნდები, ორივეს კომაში ჩაგაგდებთ. უნდა მოვიფიქრო, როგორ გადავიჩინო თავი. ამ ორი სიმედად ყოფნას აზრი არ აქვს. ცივი კომპრესის დადება აუცილებელია. კი, ფილმებში ყოველთვის ასე იქცევიან. კარგი, კარგი, მიდით, დამიწყეთ პირველი დახმარება. კარგი, რაღაც ნაჭერი უნდა ვიპოვოთ. ცივი წყლით დასასვენებლად. უჯრაში ბევრი ახალი ნაჭერია. რა პრობლემაა? როგორც ჩანს, ნაჭრები არ გვაქვს. აი, გონი ვიპოვე. არა,
კუიდან გადახვედით? დედა ამ ნაჭერს საჭმლის ნაჩედების გასაცმელად იყენებს. კარგი, გონი ამ ნაჭერს გასულ საუკუნეშიც იყენებდნენ. ნუ შეიგრძნობ მის სუნს, თორემ შენს კოშმარებში ჩავარდები. რა? ამ საზიზღარ მყრალ რაღაცას სახეზე დამადებთ? კარგია რომ კომაში ვარ, თორემ მოგკლავდით. ცუდადაა საქმე. მორჩა, უბრალოდ შეხედეთ ამ ექიმს. დაგავიწყდა, შენ ცივწყალში უნდა გაგეჩერებინა. შუბზე დაადე, მიდი. იმედია ეს დაეხმარება. ფუ, ეს ნაჭერი სკოლის ტუალეტი ვიტყარს. კომპრესი საკმარისი არ არის, მას შუბლიც უნდა დაუმუშაოთ. შეხედე. არა მხოლოდ კომაში ვარ, არამედ დედაჩემის სუპის სუნის მცემს. რა მაგარია ცხოვრება. ჯანდაბა, არშველის, შევა გვჭირდება და რაც შეეხება ნიკოლს, ნუ ღელავ, ის არსად გაიქცევა. წარმოდგენაც კი არ შემიძლია, როგორ გამოვიყვანო ადამიანი ამ კომიდან. კარგი, არ ვიცი, იქნებ ექიმს უნდა დაურეკოთ? კარგი, იქნებ ექიმს დაურეკოთ? მართლა? მაშინ მოგვიწევს თქვა თუ რა მოხდა, კაცრად დავისჯებით. მართალი ხარ? კარგი, როგორმე ჩვენით უნდა გამოვიყვანოთ კომიდან. კარგი, ვერ ვიჯერე, ბავშვებო, ღმერთთან უკნას, მაგრამ თუ მსგავსი რამე მოხდება, დაუყოვნებლივ დაურეკეთ ექიმს სამშობლებს. როგორც კი გავიღვიძებ, ამორს ვცემ. მოდი გუგლში მოვძებნოთ. კარგი, როგორ გამოვიყვანოთ ადამიანი კომიდან? ყოველ შემთხვევაში კითხვა იციან. მეგონა ბევრად უარესი სიტუაცია იქნებოდა. წერია რომ საყვარელი საკვები შეიძლება დაეხმაროს. მართალია. ზუსტად, ნიკოლი ვერ გაუძლებს ცდუნებას, როცა საყვარელი საჭმლის სურნელს შეიგრძნობს. კარგი, რაღაცაში მაინც კარგად მიცნობენ. რატომ აჭიანურებენ ამდენ ხანს ჩემთვის გემრიელობების მოტანას? ისინი ნელა მუშაობენ, თუ უბრალოდ თხილად ირჩევენ იმას, რაც მე ყველაზე მეტად მომწონს? ვერ გამოიცანით, ამდენი ხანი დასჭირდათ, რადგან ვერ გადაწყვიტეს ყველაზე ცუდი რა მოეტანათ ჩემთვის. ნიკოლ, ადგომის დროა. ჩვენ მოგიტანეთ შენი საყვარელი საჭმელი. ყოველ შემთხვევაში, არა ის ნარჩენები, რომლებიც ჯერ არ გადაუყრიათ. კარგი, ყველაფერი მასთან უფრო ახლოს უნდა მივიტანოთ, რომ საყვარელი საჭმლის სუნი იგრძნოს. ფუ, სერიოზულად ამბობთ? არც სუში, არც პიცა, არც ტკვიდეული, ეს მომიტანეს. ხუმრობ? გითხარი, ხალადეცი მოუტანოთ მეთქი, მაგრამ შენ არ გვინდაო. კარგი, არ ვიცოდი რომ ასე სერიოზულად იქნებოდა საქმე. ვიცოდი, კომიდან მე ამის საჭმელად ვერ გამოვალ, ძალითაც რომ მოვიდომო. წარმოგიდგენია? რაც უდად უნდა გრძნობდეს თავს რომ საჭმელზე უარი თქვას. საჭმელი შენი ცხოვრების აზრია, მაგრამ ნიკოლის სულ სხვაა. კარგი, მას ვინმე სიმპათიური ფეხბურთელი სჭირდება. მოიცა, საიდან იცის? სტოპ, იდეა მაქვს. მას სუფთა ჰაერი სჭირდება. სწორია. ჰეი, რა საკეთებთ ხალხო? დღეს კომაში ჩავვარდი. ეს ის შემთხვევაა, როცა ცოცხალი ხარ, მაგრამ საერთოდ ვერ მოძრაობ და თქვენ შეგიძლიათ გადაადგილება? თუ კომაში არ ხართ, მაშინ გამოიწერეთ არხი. ნახავ, რამდენი ადამიანი გამოიწერს. კომენტარებში დაწერეთ, თუ გსურთ რომ ცეკვის ვიდეო გადავიღოთ. თუ ბევრი კომენტარი გვექნება, ამ ვიდეოს თქვენთვის გადავიღებთ. მაინტერესებს რას დამიწერთ. დიახ. რაც უფრო სწრაფად ირბენ, მით უფრო სწრაფად გამოცოცხლდება ის. გასაგებია, კაპიტანო. კარგი, იქნებ მეგობრები შევიცვალო? კარგი იდეაა, დავფიქრდები. ეცადე პირი გაუღო. დამიჯერე ეს მას უკეთ გამოაცოცხლებს. კარგი, შევეცდები. რა საკეთებთ? ჰეი, მიწაზე დამშვით. ახლავე. ყველაფერს კიდევ უფრო გააუარესებთ. ეს არ მუშაობს. კარგი, სახლში დავბრუნდეთ. ვაუ, მომწონს, მაგრამ როგორ დავეხმარება ეს კომიდან გამოსვლაში? თავის ქვეშ კიდევ ერთი ბალიში დადე. მოიცა. თუ ის თავს კომფორტულად იგრძნობს, შეიძლება არ გაიღვიძოს. კარგი, ლოგიკურად ჟღერს. ამდენი ხანი გავიდა და ჯერ კიდევ ვერ გამაღვიძეთ. გონიათ ყველაფერი რიგზია? ხვალ საკონტროლო მაქვს. კარგი იქნება თუ სკოლიდან არ გამრიცხავენ. ჩემი ტესტი. ქუჩის დამოაგებლად ვიმუშავებ. გესმის, რას ამბობს? რაღაც ტესტიო. კარგი, გამახსენდა. მითხრა რომ მან ხვალ საკონტროლო უნდა დაწეროს. ახლა სულ მცირე ლაპარაკობს. უკეთაა. მაინტერესებს საჭმელმა უშველა თუ კომფორტმა. გონი ის მართლაც უდადაა. ის ამ ყველაფერზე ბუტბუტებს. კომაში ყოფნის დროსაც კი. გოგოთ ყოფნა ძნელია. მათ ყოველთვის რაღაც აწუხებთ. კი, თქვენ საერთოდ არაფერი გაინტერესებთ. ჯობია ამაზე დაფიქრდეთ, თორემ ეს გაქვს არაფერს მოგიტანთ. მომისმინე. საკონტროლო ჩვენ უნდა დაუწეროთ. ჩვენი ბრალია რომ ახლა ის კომაშია. ვაუ, მომწონს შენი აზროვნება.
თუ ამ ტემპით გაებრძელებთ, ჯობია საერთოდ არ დაწეროთ ჩემი საკონტროლო. ყველა სიტყვაში შეცდომა. სიტყვა პეპერონის გამოყენებაში შეცდომა არ დაუშვი. გასაკვირი არ არის. ბოგდან მისმინე. გირჩევ გამოღვიძებისთვის უფრო რადიკალური ნაბიჯები ვცადოთ. რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, უნდა ვეცადოთ და ნიკოლი გონს უნდა მოვიყვანოთ. ნიკოლ, გაიღვიძე! შეწყვიტე საწოლზე წოლა. როცა დაბერდები გექნება დრო დაწოლა. გაიღვიძე! გაიღვიძე, ნიკოლ, გაიღვიძე! ნიკოლ! შეწყვიტეთ ჩემი შერყევა. სოფლიო სამხარესაც კი არ მაძლევენ სათანადოდ დასვენების საშუალებას. როგორ უნდა გამაღვიძოს ამან? ეს არ მუშაობს, ბოგდან. კარგი, უკეთ შეანჭრიე. გეშინოდეთ იმ მომენტის, როცა კომიდან გამოვალ, გაკვეთილს გასწავლით. მარტო სიარულისაც კი შეგეშინდებათ. რატომ უნდა მოვიცადო? ახლავე შურს ვიძიებ. კარგი. ნეტა გრძნობენ თუ არა, როცა თავში ბურტყამ? ჰეი, რას აკეთებ? არაფერს. ერთხელ გავაფუჭე, ჰაერი, რამე პრობლემაა? არა. ამას არ გულისხმობ, თავში რატომ დამარტყი, ჰა? შენს კომაში ჩავარდი? მე არაფერი გამიკეთებია. უსიამოვნებაში ხარ, ზაზუნა. ზაზუნა დამიძახე? კი, ზაზუნა ხარ. მეც თავში ჩაგარტყამ ახლა. უნდა ვაღიარო, რომ კომაში ყოფნა მაგარია. ეს ფილმ ჩლუნგი და ჩლუნგზე უფრო ჩლუნგის ყურებას გავს. მომისმინე. ნიკოლი საღამოს 8 საათამდე ჩვენ უნდა გავაღვიძოთ. კარგი. რატომ 8-მდე? უნდა გავაღვიძოთ, იმიტომ რომ ნიკოლის დედა ამ დროს მოვა. არ მინდა ახსნა თუ რატომ არის მისი ქალიშვილი კომაში. მართალია, დედამ ჯერ არ იცის რომ კომაში ვარ. კარგი. როცა გავიღვიძებ, ყველაფერს ვეთყვი და ვეთყვი რომ ეს ორი ჩაგრავდა. არც ერთმა მეთოდმა არ იმუშავა. ძალიან ფრთხილად ვაკეთებთ. ეს არ გამოგდის. კარგი. მომისმინე. ნიკოლი შოქში უნდა ჩავაგდოთ. რა? ისეთი რამ, რამაც შეიძლება გააღიზიანოს იგი. რას გულისხმობ? ანუ ჯერ არ გიცდიათ ჩემი გაღიზიანება? უარესისთვის უნდა მოვემზადო. ღმერთო ჩემო, გთხოვ, მითხარიო, მეს მხოლოდ ჩემი ვარსკვლობისთვის გჭირდებათ. კარგი, დარწმუნებული ხარ რომ მას არ ვადგენთ? ის კარგად იქნება. შეიძლება ამან გამოფხიზლებაში დაეხმაროს. მოიცა, რას აპირებენ ისინი? როგორ გავაკეთოთ? სიმძლავრე თანდათან გავზარდოთ. თუ პირდაპირ მაქსიმუმზე ჩავთოთ? პირდაპირ მაქსიმუმზე. გადადების დრო არ არის. წავიდა. ნუ გაბრაზდები ჩვენზე, ნიკოლ. ამის იმედიც კი არ გქონდეთ. ო დასვი მე მის თავს დავიჭერ. თავი დაიჭირე და მიდი კიდე უფრო მეტად დაუბერე სახეზე. ჩემზე არა. აუ, რას აკეთებთ? უბრალოდ ჩემს სახესთან არა. ჩემს სახესთან არა. შეწყვიტეთ. კარგი, როგორც ჩანს ხუმრობა არ გაამართლა. ყოველ შემთხვევაში გავერთეთ. ეს ყველა ხუმრობის ხრიკია. კი, მაგრამ არ გაუღვიძია. კი, და ის ახლა ისეთი ჭუჭყიანია. უნდა დავბანოთ. დედა მასი არ უნდა ნახოს. ზედმეტი კითხვები თავიდან უნდა ავიცილოთ. თორემ საქმე ცუდად გვექნება. მართალი ხარ. მოდი აბაზანაში წავიყვანოთ. წამოდი, წავიყვანოთ იგი. მიდი. ნუ ხარ მათრევთ. კარგი რა, ახლავე გაჩერდით. შეხედე, მისი მაკიაჟი ფქვილთან ერთად ჩამოირეცხა. ქალები ასეთები არიან. ერთხელ პომადა წავისვი და მამა ჩემმა ერთი კვირით დამსაჯა. დიახ, ეს სამყარო უსამართლოა. ზოგს ყველაფრის გაკეთება შეუძლია, ზოგს კი არაფრის. კარგი რა, ახლავე გაჩერდით. კარგი, მოიცადე, ვინ მირტყავს? ეს შენ ხარ? მე არა. ჩვენ თუ ერთმანეთს არ ვურტყავთ? რა მოხდება თუ ნიკოლის საჩრდილი ჩვენს გვერდით არის? ო, მართლა? ო, ეს არ შეიძლება სიმართლე იყოს. კარგი, როგორ შეგიძლია ასეთი სულელი იყო? მოდი ის თავის ადგილას დავაბრუნოთ. როგორ შეგიძლია აქ ჯდომა და სიცილი? რა ხდება? შენი და კომაშია, სხვათა შორის შენს გამო. რას გულისხმობ ჩემს გამო? მისი შეშინება შენი იდეა იყო. არ ვიცოდი რომ ეს მოხდებოდა. ხუმრობდი, სიცილი გვინდოდა. სიცილი. ჰო, კი, ჰეი, რა მოხდება თუ ნიკოლის სიცილით გაღვიძებას ვეცდებით? როგორ? ხუმრობები უნდა მოყვე? მე ვიცი ერთი ხუმრობა. ერთ დღეს მაღაზიაში გაჩერდი. შენი ხუმრობები ძალიან მოსაწყენია. რას გვთავაზობ? ნიკოლს შეგვიძლია ვუღიტინოთ. მას საშინლად ეშინია ღიტინის. არა, ვერ გაბედავთ. ბრწყინვალე იდეაა. სადოთ? არ მოხვიდეთ ჩემთან, გაჩერდით. უცი.
ჰაჰა, მოიცა, ახლა სიცილით მოვკვდები და თქვენ ამას ვერც კი მიხვდებით. არა, ჩემი ფეხები არა. უცი. ჯანდაბა, გონი არა, სასაცილო. იცი რა იქნება მართლა სასაცილო? რა, თავის გადაყარსვა კომაში ყოფნისას? რა? არ გაბედოთ. ამაზე არც კი ფიქრობთ. თუ თავიდან ერთი ღერით მათ ჩამომივარდება, თქვენი თმებით მანქანებს გავრეცხავ. არა, ეს სასაცილო არ არის. კარგი. მართალია, ჟენია, სულაც არ არის სასაცილო. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია რამდენიმე სასაცილო ფოტო გადავიღოთ. რა სასაცილო ფოტო? ნიკოს წარბებს შეუერთებთ და ულვაშებს დაუხატავთ. სულელულ პარკს დავაფარებთ და ფოტოს გადავიღებთ ჩვენ მასთან ერთად. და თუ სადმე რამე შეეშლება, ამ ფოტოთი დავაშანტაჟებთ. ეს ძალიან კარგი იდეაა. სასტრაფოდ უნდა დაურეკო სტომატოლოგს. მალე ვიღაცას კბილები დააკლდება. მე მათ გაკვეთილს ვასწავლი. გონი ამ წარბით ძალიან ცუდად გამოვიყურები. სომხური აქცენტით საუბარს ვისწავლი და რომელიმე სომეხი აუცილებლად მომიყვანს ცოლად 9 წელიწადში. რა მოხდება თუ პლაკატებს გავაკეთებთ და მთელ ბინაში გავაკრავთ? სახალისო იქნება. რა სიტყვი ჟენია? კი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ნიკოლი უბრალოდ მოგკლავს. კი, ამაში დარწმუნებული იყავით, ბიჭებო. მაშ, რატომ ვართ აქ? რატო? საჭმელი გჭირდება. კარგი, სერიოზულად ამბობენ? მათ გამო კომაში ვარ და ამბობენ, რომ აქ საჭმლის საჭმელად მოვიდნენ. მაინტერესებს რა მოგვიმზადა ნიკოლის დედამ სადილად? დარწმუნებული ვარ ისეთი რამ მოგვიმზადა, რასაც არ შევჭამთ. ახლა კომაში რომ ვარ, რაც კი უნდა თორემ ამ საჭმელს ნამდვილად ვერ შევჭამდი. ამ რაღაცის ჭამა შეუძლებელია. კარგი, უცნაური სუნიასტის. ხო, ქვაბი სავსეა. მისვინე, ჩვენ ქვაბი არ გვიცდია. მოიცადე. ნიკოლის კომაში ყოფნისას ყვება ძალიან სასტიკი რამ არის. ახლა საქმე ცუდად გექნებათ. როგორ შეიძლებოდა ასეთ ხმაურს არ გაეღვიძებინა? სუპის კოვზის კი გავტეხე. კარგი, თავზე დავადოთ და დავარტყათ. მიდი. ილამშვიდობისა, ნიკო, ხმაური იმდენად ძლიერია, რომ მეზობლები მალე იწუწუნებენ. გითხარი რომ მოვიდოდნენ. კარგი, მოდი, კარი გავაღოთ. თქვენ სულ გაგიჟდით? ვცდილობთ რომ ჩვენი და კომიდან გამოვიყვანოთ. ო, წარმატებები ბიჭებო, უბრალოდ ცოტა ჩუმად იყავით. გონდება და კარგე? შეწყვიტეთ ჩემზე ფურთხება. რასაკეთებ? კარგი, რასაკეთებ? გამახსენდა რომ მამას ფილმებში აკეთებდნენ. ჩვენ ეს აქამდე არ გაგვიკეთებია. ლოგიკურად ჟღერს, მეც ვცდი. ეს ჩემთვის ძალიან მაგარია. კიდევ ერთხელ. კარგი, შეწყვიტეთ ჩემზე ფურთხება. ჟენია, ამას გასართობად არ ვაკეთებთ. უნდა ვაღიაროთ რომ ამაში არის გარკვეული სიამოვნება. კარგი, კიდევ ერთხელ გავაკეთოთ. გაჩერდით. ნიკოლის კომა გადამდები არ არის? სისულელეებს ნულაპარაკობ, კომა არ არის ანერვიულო. კარგი, რაღაც უცნაურად გრძნობ თავს. სუსტად ვარ და მეძინება. დარიე მწვანე ჩაი. უმჯობესია ყინულით. ის ფხიზლად ყოფნაში გეხმარება. კარგი, დაგიჯერებ. არჩევანი არ მაქვს, თორემ თუ კომაში ჩავარდები, გავგიჟდები. კომის წინააღმდეგ პროფილაქტიკური ზომები უნდა მივიღო. რასაკეთებ? კბილეულს ვეძებ. მინდა კომის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ზომები მივიღო. რა? კომაში ჩავარდნამდე მინდა ვჭამო. ყოველ შემთხვევაში არ მომშივდება. დამიჯერე. ყველაზე ცუდი ის არის, როცა მშიერი ხარ და ვერ მოძრაობ. ლოგიკურად ჟღერს. ნიკოლის გასაღვიძებლად კიდევ ერთი ბრწყინვალე იდეა გვაქვს, რომელიც ჯერ არ გვიცდია. რა იდეა? თუ ჩაიში რამდენიმე ყინულის კუბიკი გვეხმარება ფხიზლად ყოფნაში, წარმოიდგინე რა მოუვა მას თუ ყინულებს ჩაუყრით. კარგი, დარწმუნებული ვარ ეს გამოვა. ერთი მხრივ მეწოდება, მაგრამ მეორე მხრივ შემიძლია დავცინო როგორც მინდა. კი, არავინ გეტყვის სიტყვასაც კი, ეს ძალიან სახალისოა. დავიწყოთ. ო, რაცივია. სამწუხაროა რომ მას არანაირი რეაქცია არ აქვს. მაგარი იქნებოდა მისი გაბრაზების ნახვა. ამას მაშინ ნახავთ, როცა გავიღვიძებ. რატომ ხართ ასეთი მოწყენილი? იცაზე ფასდაკრება დასვოდა? კიდევ უარესი. რა შეიძლება უფრო უარესი იყოს თქვენთვის? არა ჩვენთვის, არამედ ჩვენთვის. რა გააკეთეთ? ხო, იცი რა მოხდა? რა? აი, შეხედე. რა დაემართა? ის რა გათიშულია? არა, სულაც არა. მადლობა უფალს. ის კომაშია. რა? კომაში? კი, შეხედე რა მდგომარეობამდე მივიყვანეს ამ იდიოტებმა. დიდი ხანია? ო, დილიდან. რატომ მაშინიდან არ მითხარით? ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან სერიოზულია. ჩვენ თვითონ ვეცადეთ რომ გამოგვეღვიძებინა კომპრესებით, ქვაბებით. რა ქვაბები? სასტრაფოდ ეკიმს უნდა დაუზახოთ.
ექიმმა თქვა, რომ სასწრაფოდ გჭირდება ინექციის გაკეთება. ინექციისგან თავი შეიკავეთ. უი, შენ ყველანაირად გაგიმართლა. კარგი, 1 წუთითაც ვერ მოვიცდით. კარგად დაიჭირეთ. ჰეი, რას გულისხმობ? არავის დაჭერა საჭირო არ არის. სუნესა, დროა ჩემს ხელს დაუბრუნდე. ო, რა ინექციები? თქვენ რა? სულ გაგიჟდით? კარგი, კომიდან ახლახან გამოხვედი. ჯერ კიდევ ძალიან სუსტად ხარ. ნიკოლ, უეცარი მოძრაობები არ გააკეთო. ნუ ღელავთ. საკმარისი ძალა მაქვს თქვენზე შურისძიებისთვის. ჰეი, მოდით აქ. მოდით აქ. ეს მოხიტინებისთვის. ეს ყინულებისთვის და ეს ერთიანი წარბებისთვის და ყველა ცუდი რამისთვის. 3 2 1 0 ქვეყნის ნიკოლის სახზე ხარ. მადლობა ამ ვიდეოს ყურებისთვის და არ დაგავიწყდეთ და ლაიქება და ჩვენ წავედით. კარგად.